პირდაპირ ვიტყვი, რომ პეტრეს არაფერში არ ჭირდებოდა არაფრის манипуლირება, უბრალოდ მან ასევე არ დაასახელა. Ძამნიშნულოვანია, რაც მინდა ახლა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის წესდების მეხუთე მუხლის შესაბამისად ყრილობის მოწვევა შეუძლია ასევე გენერალურ მდივანს მისი ხელმოწერით. ანუ რაში ჭირდება პეტრეს რომ რაიმე გადააჭარბოს თქვათ ქორუმთან დაკავშირებით, როცა თუ ყრილობის მოწვევაზეა ლაპარაკი, რაზეც იძახის თინა, რომ ის არის არალეგიტიმურიო, თვითონ გენერალურ მდივანს შეეძლო თავისივე ხელმოწერით, ისე როგორც შეუძლია თავმჯდომარეს, ისე როგორც შეუძლია პოლიცსაბჭოს, ასევე გენერალურ მდივანს. ამიტომ სამწუხაროა, რატო ამბობს თინა, ნამდვილად ვერ გავიგე, ისიც მართალია, რომ შეეშალა სამწუხაროდ პოლიცსაბჭოში, როგორც თინა ამბობს, არ არის 130 კაცი, არის 119 კაცი. და როგორც ჩანს, ეს წესდების ეს ასე ვთქვათ პუნქტიც არის ცოტა თუ გამორჩა თუ დავიწყდა, ვერ გეტყვით. ასე რომ პეტრეს დადანაშაულება ამაში ნამდვილად არ შეიძლება და არასწორია. ის საუბრობს არა იმდენად პეტრე ცისკარიშვილის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებაზე, არამედ თვითონ პოლიცსაბჭოს სხდომის უფლებამოსილებაზე და ამბობს, რომ დაახლოებით 40-მდე წევრი ესწრებოდა ამ სხდომას, რის გამოც კვორუმი არ არსებობდა და შესაბამისად გადაწყვეტილებები ამ სხდომას ამ ფორმატში არ უნდა. ამას იმიტომ ამბობ გენერალურ მდივანზე, იმიტომ რომ გენერალურ მდივანია ამ საკითხებზე პასუხისმგებელი. და იმიტომ გეუბნებით, ანუ არაფერში არ ჭირდება პეტრეს ამ რაღაცეების არასწორად წარმოჩენა ყრილობის დანიშვნისთვის იყო ხო ეს პოლიცსაბჭო? მასაც შეეძლო თქო, პირადად მას შეეძლო ყოველგვარი რაღაცა ქორუმის манипуლირების გარეშე, გამიგეთ, რასაც თინა ამბობს. ამიტომ აბსოლუტურად არაფერში არ ჭირდება პეტრეს ეს და რაც შეეხება ქორუმის ყოფნა არ ყოფნას, არის ოქმი და იმ ოქმს ყველანი ვნახავთ რა პრობლემა არის იმ ოქმის შედგენა რომ დამთავრდება. ყველანი ვნახავთ იმ ოქმს და ვინ ესწრებოდა და ვინ არ ესწრებოდა, იქ ყველას ხელმოწერა არის. ბატონ გიორგი, რამდენი ადამიანი ესწრებოდა თქვენი დათვლით აღქმით შტაბ-ჭრილებით, რაც მე ჩვეულებრივად ნახევარზე მეტი რამდენიც უნდა ესწრებოდეს. რა ვიცი, აღქმებით ესე როგორ ვისაუბროთ. ხო, შეიძლება ზუსტი რაოდენობა მე ვიკითხე, ეხლა როცა სტუდიაში მოვდიოდი, მთელი ინტერვიუ არ მქონდა ნახე თინას, მაგრამ მითხრეს ეს პოლიცსაბჭოს ჩაიწერა ეგა და მოვიკითხე და ჩვეულებრივად როგორც არის, რომ არ ყოფილიყო ქორუმი, მაშინ სხდომა არ შედგებოდა ელემენტარულად. და რა წუხილიც აქვს მას, რომ ეს ქომი არ გადასცემია, შესაბამისად არ იცის. ოქმი არ გადასცემია? ოქმი არ გადასცემია. გადაეცემა, ყველას გადმოგეცემა, ვისაც გვაინტერესებს რა პრობლემაა. როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა თინა ბოგუჩავას ინტერესი, როცა ამ თემაზე ასე საუბრობს? არალეგიტიმურობის. თინას უნდა კითხოთ და მე ხა ნამდვილად არ ვაპირებ მის ნაცვლად მართლობას, ისე როგორც იმის ახსნას რაც არ უნდა ყველას აქვს უფლება რა თქმა უნდა ოჯახთან ერთად მით უმეტეს თინას შესანიშნავი ადამიანია, შესანიშნავი ოჯახი ყავს და დასვენების უფლებაც აქვს და ყველაფერი, მაგრამ ხა თუ იქვე გვერდზე ქალაქიდან მოახერხა ვიღაცამ ჩვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა რამოდენიმე კი არა, ბევრმა პოლიცსაბჭოზე ჩამოსვლა ერთი დღე, როდესაც ამხელა მნიშვნელოვან ყრილობას ვამზადებთ. მანქანაში დაждდომა უნდა, ჩამოსვლა უნდა თბილისში და მე რო უკან დაბრუნება. რა ვიცი. ეხლა ეგ სალაპარაკოა, საერთოდ ეგ ძალიან მიკვირს, რომ აი ეს თემები ეხლა ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ ქვეყნის პრობლემებზე, ვილაპარაკოთ როგორ დავამარცხოთ ეს მოღალატეთა რეჟიმი, აი ეს ეხლა რაღაცა ნაციონალური მოძრაობის შიგნით ბუღალტერიაზე საუბარი არის სწორი, ხო და არ ვიცი, ვერ გეტყვით. ნამდვილად გაკვირვებული ვარ მე პირადად გულწრფელად. ალბათ თქვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ან რა და რაც შეეხება ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, კიდევ მოვალეობის შემსრულებლად. ერთი რაღაცა რაც მომწონდა კიდე, რომ თითქოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ესე ერთპიროვნულად ვიღაცას რაღაცა დაავალა. რა დავალება ჭირდება, როცა 8 ივლისს ყველას ამოგვეწურა. ვადა, ხო? ეს ხო თინასთვის რამე ახალი ხო არ არის? 8 ივლისის შემდეგ ამბობთ და თქვენც არაერჯერ გისაუბრია თქვენს ეთერებში, რომ აი უახლოეს ხანში ჩატარდება ნაციონალური მოძრაობის ყრილობა. ხო თქვენთვის ხო არ არის ახალი? თინას ხო არ იქნებოდა ეხა ახალი? უახლოეს ხანი რამდენი ხანია? და შესაბამისად ამ ყრილობისთვის ყველანი რომ ემზადებით, მათ შორის თინაც რა არის გასაკვირი, რომ
შესაბამისი პროცედურები ტარდებოდეს, ხო? რამდენი ხანი შეიძლება გაიწელოს? ამიტომ რაში ჭირდება ვინმეს პეტრეს დავალება პრეზიდენტ სააკაშვილის თუ ასე წარმოჩენა უნდა და ესეც გამიკვირდა ძალიან ახლა. კომუნიკაცია თინასაც რო აქვს, გენერალ მდივანსაც რო აქვს სხვა უამრავ ადამიანს პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომელიც ჩვენი რა თქმა უნდა მთავარი ლიდერია და ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას რო არ ჩამოერთმევი საქართველოს მოქალაქეობა, იქნებოდა დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა. და რამდენის დარწმუნებული ვარ, მით უმეტეს ამ პირობებში ყრილობა ჩატარდებოდა და იმდენჯერაც გადავირჩევდით, ხელახლა ავირჩევდით პრეზიდენტ სააკაშვილს, ხო? საერთოდ ეს თემა არ იქნებოდა. მაგრამ ყრილობა რო ჩასატარებელი, ეგ თელმა ქვეყანამ იცის და რამე არის სურპრიზი, ეს იმასავით არის, რომ აი კოცები რო იზახიან, რომ რაღაც ზამთარი მოულოდნელად მოვიდავან. აი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, მე თინა ბოკუჩავასაც ვეკითხებოდი, ქონდა თუ არა მას რაიმე რესურსი, რომ ზოგადად ეს საუბარი არ ყოფილიყო, თავი აერიდებინა აი ამ დისკომფორტისგან თუ კონფლიქტისგანაც. ანუ შეეძლო თუ არა ჩამოსვლა მაგალითად. რა თქმა უნდა, მაგას გეუბნები და პოპულაცია და გააჯდა ადამიანი, ანუ როგორ ჩამოვიდნენ ზუგდიდიდან, როგორ ჩამოვიდნენ სხვა რეგიონებიდან, ესევე ანუ ჩვეულებრივი, რა ვიცი. რა აი ხა ეგ მაგაზე ვილაპარაკოთ ახლა როგორ შეიძლება ქობულეთში დაждდე მანქანაში და ჩამოხვიდე თბილისში ზუსტად ეს თემა შეეძლო თუ არა ეს გაეკეთებინა ისევ როგორც თუ არ შეეძლო და ავად რა ვიცი ღმერთმა კარგად ამყოფოს ჩვენივად გამოიყურება ავად რო ყოფილიყო და არ შეძლებულიყო მაგაზე ხო არავინ არ იტყოდა ხო მაგრამ როგორ ჩანს იმავე დღეს ირეაგირა და არ უთქვამს რომ ავად ავარ ან რაღაცა ხო მესმის და როგორც მას ლაპარაკი იმაზეა რომ დასვენების ერთი დღე რომ რატომ უნდა მოვიკლოთ ამაზეა საუბარი არ მესმის რუსუდან აი თქვენ თონაც რომ ეკითხებით ახლა რესურსი ქონდა თუ არა მანქანა ქონდა თუ არა და ბენზინი ქონდა თუ არა ამის მაგიდა ისევე როგორც თქვენ მინდა გკითხოთ შეეძლო თუ არა პარტიას ისე დაეგეგმა ეს პროცესი რომ მას ამ პროცესში ჩართვის საშუალება ჰქონოდა თუნდაც დისტანციურად იმიტომ რომ ის ამბობს რომ დისტანციურადაც არ ჩართულა ანუ შეეძლო თუ არა პარტიას ასევე გაეთვალისწინებინა მისი კალენდარი დისტანციურად ჩართვის რა ვინმე ეტყოდა უარს იყო შეთავაზება და შეთავაზება რა შვაშია თორსა მაქვს მე რაღაცის მოვდივარ და ვეუნები პარტიას ხო კი ბატონო ანუ ფიქრობთ რომ შეიძლება ეს განზრახ ყოფილიყო რა აი მისი ეხლა უკვე მაქსიმუმებში შესვლა თავს უფლებას არ მივცემ როგორ უნდა აქვს რატო ამბობს ამას რატო აკეთებს ამას მაგას მე კომენტარს არ გავაკეთებ ნამდვილად მე უბრალოდ ამით შემოვიფარგლები რომ ძალიან გაკვირვებული ვარ თქო და კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ გენერალ მდივანს არ ჭირდება არაფრის გაყალბება მას თვითონ შეუძლია დანიშნოს ყრილობა და ამიტომ აი ამ ტერმინების გამოყენება რაღაცა არალეგიტიმური და რაღაცა კოდს მეტი ხო არ უნდა ხო და რა ვიცი აბა ხა როგორ გითხათ 5 აგვისტოს არის ისედაც ყველანაირად კანონიერი ვართ ლეგიტიმური ვართ მებრძოლი ვართ ამ მიხეილ სააკაშვილის თანადობით ამ პარტიას თანამედროვე ქართული სახელმწიფო აქვს შექმნილი და კოცი გეუნება რომ უნდა გაგაუქმო და ეხლა ვიღაცისგან ჩვენგან მით უმეტეს თავმჯდომარისგან იმის ლაპარაკი შეიძლება რომ რამე არის არალეგიტიმური აი ეს როგორ უნდა ახსნა ხა ეგ მე რა ვიცი კიდევ ერთხელ გეუბნებით არ ჭირდება გენერალ მდივანს არაფრის გაყალბება არც ოქმის და არაფრის და იმ ოქსაც ყველანი ნახავს ვინ ესწრებოდა და ვინ არ ესწრებოდა ხო აი ეს ბუღალტერია ხა ვის აინტერესებს ჩვენ ვინც ახლა გვიყურებს ყველა გაკვირვებულია და ალბათ ეს ხელებს ესე აკეთებს ხალხი რომ ისედაც წარმოიდგინეთ რა დღეში ვართ უამრავ ადამიანს მთელი ოპოზიციის და ნაციონალური მოძრაობის იმედი აქვს და ეხლა აი ამ ბუღალტერიაზე ვსაუბრობთ რომ შეეძლო თუ არა პარტიის თავმჯდომარეს ქობულეთიდან თბილისში ჩამოსვლა აი 5 აგვისტოს არის დაგეგმილი ყრილობა და კითხვაზე დაესწრება თუ არა თინა ბოკუჩავა ამ ყრილობას ის გვეუბნება რომ ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენად გაეცემა მის კითხვებს პასუხი ანუ ნახავს ოქმს დარწმუნდება რომ ეს პოლიცსაბჭოს სხდომა იყო ლეგიტიმური და უფლებამოსილი ეს ყრილობა დაენიშნა დაახლოებით რამდენიმე დღეა და ანუ მისთვის იქნება ეს თვალსაჩინო როგორც ჩანს პოლიცსაბჭოს ლეგიტიმური იყო და ამის გარდაც რომც არ ჩატარებულიყო პოლიცსაბჭო ქონდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც გენერალ მდივანს ყრილობის მოწვევის საშუალება მაგრამ იმ ოქსაც ნახავს და ყველაფერს და რა ვიცი ხარ პარტიის ყრილობა არის ამდენი ხანია 2 წელიწადია ანუ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება ხო ჩვეულებრივი ამბავია მაგრამ გავიდა ეს ვადა ასე ვთქვათ საანგარიშო ვადა როგორც იტყვია დამთავრდა ყველა სამოგვეწურა უფლებამოსილება და ამდენი ხანია მათ შორის თქვენს ეთერებში საუბრობთ რომ უნდა მოხდეს ძალიან ბევრი ცვლილება საკადრო კი არა ფუნდამენტური ცვლილებაც უნდა მოხდეს მათ შორის და თუ გვექნება დრო და ეგ თუ დაგაინტერესებს ჩემი აზრით ეგ უფრო აინტერესებს საზოგადოებას ვიდრე ეს ბუღალტერია
რომ შეეძლო თუ არა რომელიმე ჩვენთაგანს ქობულეთიდან თბილისში ჩამოსვლა. და გეტყვით მე რასაც გვეგმავთ ამ ყრილობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სწორედ ინიციატივით, რომელიც თავის დროზე პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო. და მაშინ გავაგზელებ არემ და გეტყვით რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ეტაპზე ჩვენი პარტიის რეფორმირებისთვის არის საჭირო და რეფორმა მიდის იმ მიმართულებით რომ პარტია გახდეს მეტად სახალხო, მეტად გამჭვირვალე, მეტად სამართლიანი იყოს შიგნით, ასე ვთქვათ, პროცესები და პარტია გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი. ამიტომ ეს ორი ძირითადი ხაზი არის, რაც გასატარებელი გვაქვს. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილი იყო ესა და თავის დროზე გვაქვს ეს ჩამოყალიბებული რეფორმა, რომელსაც მართვის საფუძვლიანი რეფორმა, MSR ქვია და პოლიცსაბჭოს დამტკიცებული აქვს. აი ამის წესდებაში დაფიქსირებას ვაპირებთ, რომ ერთი ჩვენმა ყველა წევრმა უბრალოდ იმან კი არა, მარტო ხელმძღვანელობამ კი არა, პარტიის არჩეულმა ხელმძღვანელობამ ყველა რიგითმა წევრმა, რომელიც საწევროს გადაიხდის ყოველთვიურად, შეძლოს აი ამ ჩვენი აპლიკაციის, სატელეფონო აპლიკაციის მეშვეობით, რომელსაც შევქმნით ამ აპლიკაციას, შესაბამისი დაცულობით, დაგვეხმარებიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ასე შემდეგ, როგორც არის მაგალითად ინტერნეტ ბანკინგი, ხო, სარგებლობთ, ხო? ხო, აი სახის ამომცნობით და ასე შემდეგ, შესაბამისი საიმედო დაცულობით, რომ თითოეულმა წევრმა შეძლოს ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა, რაზეც მსჯელობს ნაციონალური მოძრაობა. აი მაგალითებს მოგიყვანთ, აი მაგალითად ახლა იყო ყბადაღებული თემა, ხო? სადღაც ალიანსში შევიდეთ თუ არ შევიდეთ, ხო? ამაზე ჩატარდება კენჭისხრა და ყველა წევრი, არა მარტო პარტიის ხელმძღვანელობა, ყველა წევრი მიიღებს საშუალება იქნება რომ მიიღოს მონაწილეობა. მაგალითად თავის დროზე რო იყო პარლამენტში შევიდეთ თუ არ შევიდეთ, ამაზეც მიიღებს მონაწილეობა. როცა ანუ მეტად ჰორიზონტალური გახდეს. ბევრად სახალხო და ბევრად ჰორიზონტალური. აი რაზეც პრეზიდენტ სააკაშვილის ამის თაობაზე არაერთხელ უსაუბრია და მეორე მომენტი რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული არავიზე ფინანსურად. და შესაბამისად, რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს, იმის გავლენამ, ასე ვთქვათ, რაღაცა ზეგავლენა არ მოახდინოს პარტიის შიგნით პროცესებზე და მათ შორის უსამართლობის განცდა, როგორიც ეს დაებადა წინა საპარლამენტო არჩევნებზე და ასე შემდეგ ადამიანებს, იგივე სიის შედგენაში არ კონდეს ჩვენ ხალხს, ხო? შესაბამისად, ჩვენ გვინდა რომ პარტია დააფინანსოს თვითონ პარტიის წევრებმა. განისაზღვრება ან ყრილობის ან პოლიცსაბჭოს მიერ რამდენი იქნება ეს ყოველთვიური საწევრო, ალბათ იქნება შეიძლება 7, 8, 9, 10 ლარი, არ ვიცი, ნახოთ როგორც დადგინდება. შესაბამისად, პარტია იქნება დაფინანსებული წევრების მიერ და შესაბამისად ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება გვექნება ჩვენი წევრების მიმართ და რაც თავარია, ამითი პარტია მოიპოვეს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ეს ძალიან სერიოზული რეფორმები, ეს იმაზე ბევრად უფრო სერიოზული რეფორმაა, რაც ჩვენ თავის დროზე შევთავაზეთ მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პრაიმერისების მეშვეობით ჩვენი თავმჯდომარეების პირდაპირ წესით არჩევნები. ხო, ეს ხო ნოვატორული. აი პირველ ნაწილზე მინდა კითხვა. ნაციონალური მოძრაობა ნოვატორი იქნება და აქაც ჩვენ ვაჩვენებს ხვებს მაგალითს, რომ როგორ უნდა იყო უფრო მეტად სახალხო, უფრო მეტად გამჭვირვალე, უფრო მეტად სამართლიანი, რომ აი თუნდაც ესეთი თქვათ რაღაცა შანსი, აი ამგვარი, აი როგორც თქვენ იხმარეთ სიტყვა რესურსი, ასე თქვათ, რაღაცა ამდაგვარი გაუგებრობებისა იყოს ნოლამდე დასული. და უფრო მეტად ჩართული. რა თქმა უნდა, აი ამაზე მინდა გკითხოთ სკეპტიციზმი, რაც ჩანდა თინა ბოკუჩავას ინტერვიუში და ამით მასთან ინტერვიუს ამომწურა, უბრალოდ ერთი ნაწილი აქვს მას ასევე ნათქვამი, რომ მასაც სურდა რეფორმების ჩატარება, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ის ერთის მხრივ ქვეყანაში არსებული და ნაციონალურ მოძრაობას მიმართ დაწყებული ბრძოლის გამო თუ გარემოებების გამო ვერ ახერხებდა და მეორეს მხრივ ითვალისწინებდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესს და ამბობს, რომ მომდევნო თავმჯდომარეც, ვინც ეყოლება ამ პარტიას, ვერ იქნება სრულად დამოუკიდებელი მიხეილ სააკაშვილისგან და ხშირად მიწევდაო მისი გათვალისწინება რაღაცებში ვერ ვეთანხმებოდი. თუკი მართლობის ეს მართვის ეს სისტემა თუ პრაქტიკა არსებობს, რომ თავმჯდომარეც კი რაღაცებში შეზღუდულია, რომ გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებები, რამდენად შესაძლებელია ამ პარტიაში ჰორიზონტალური მმართველობა და ყველა წევრის აზრის გათვალისწინება. ერთ ესეთ ნიუანს ვიტყვი, თავმჯდომარეც კი შეზღუდულია. თავმჯდომარეც კი ასე ვიყავია. შეზღუდული, რაც ეხება პასუხისმგებლობას თითოეულ წევრთან მიმართებაში.
გამიგეთ? ანუ შეზღუდულ სიტყვას კი არ ამ შემთხვევაში კი არ გამოვიყენებ, ვალდებული რომ გაითვალისწინოს თითოეული წევრის მოსაზრება. თითოეულ ჩვენი ასე შეიძლება ეს ვალდებულება შეზღუდვაც არის რაღაც. ხო და ეს პოზიტიური ვალდებულებაა, იმიტომ აბა ჩვენ ხო მოწყვეტილი არა ვარ ჩვენს წევრებს, ხო? და მით უმეტეს რომ პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი მოსაზრებები ჰქონდეს და რაღაცა ურჩიოს პარტიას კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ მოღალატეების გამო არა წართმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელ ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობა წართმეული და ხო ამ პირობებში ძალიან რთულ პირობებში უწევს ნაციონალურ მოძრაობას ბრძოლა ამ მოღალატეებთან ხო და ბუნებრივია რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იგივე საუბარი იყო აი იმაში რა ქვია ამ ალიანსთან დაკავშირებით ხო ჩვენ პარტიაში გაყოფილი იყო აზრი მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის აზრმა გადაწონა რომ არა მაინც შევიდეთ იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ერთიანობა და როცა ამხელა წონა არის მაგაში გასაკვირი ხო არა გავიგეთ როცა ამხელა წონა ბუნებრივია როგორ მოხდება წევრების ვინც არ უნდა იყოს მაგრამ არასწორად ვრცელდება გუშინ იყო ეს ჩვენი პოლიცსაბჭო რომ დაიჩემეს ეს ჟურნალისტებს მარტო ის რაღაცა სტანდარტული რაღაცები ასე ვთქვათ ამახსოვრდებათ ხოლმე არ ვირჩევთ ჩვენ 5 აგვისტოს არ ვირჩევთ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს გადავდივართ ასევე სხვა მოდელზე უახლოეს ხანს. დროებით არავის არ ვირჩევთ. არა, ეგ სხვა თემაა. ვირჩევთ თავმჯდომარის ნაცვლად და გენერალური მდივნის ნაცვლად და სხვა სტრუქტურების ნაცვლად ვირჩევთ მართლობით ორგანოს, ხო, ну რა ეწოდება, მაგრამ ალბათ იქნება მართლობითი საბჭო. აი მართლობით საბჭოს ვირჩევთ, რომელიც იქნება კოლექტიური თავმჯდომარე, კოლექტიური გენერალური მდივანი, კოლექტიური სამდივნო და ასე შემდეგ. იქ ფორმალურად რაც იქნება საჭირო კანონმდებლობა რასაც ითვალისწინებს, რომ ვიღაცამ ხელი მოაწეროს, ხო, რომელიღაცას იქიდან ამოვირჩევთ, მაგრამ მისი ფუნქცია პოლიტიკური ეგ არ იქნება. ამიტომ ესე თქმა რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ვირჩევთ, არასწორია. გამიგეთ? ანუ აქცენტი უნდა იყოს სწორი, რასაც ვაკეთებთ, ამის სპეციალურად ვაკეთებთ ამას, რომ არ იყოს აი თუნდაც აი ამ პერიოდში, სანამ ჩვენიც რეფორმა დაგვინერგია, რომელსაც აი წესდებაში შევიტანთ, ასევე თქვენ იცით, რომ ცალკე პრეზიდენტი სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად აკეთებს რეფორმათა საბჭოს, რომელმაც ცალკე კიდე უნდა მოამზადოს დამატებით რეფორმები, გამიგეთ? ხო და აი ამ ერთგვარ გარდამავალ პერიოდში ჩვენ არ გვეყოლება ესეთი კლასიკური გაგების თავმჯდომარე და ამიტომ იქნება კი ბატონო, მართველი ორგანო მართველი საბჭო იქნება. გარდამავალ პერიოდში. გარკვეულ გარდამავალ პერიოდში. ვიდრე თავმჯდომარის. მაგრამ ამ საბჭოს, ისევე როგორც პოლიტიკურ საბჭოს, იქნება ამოცანა, რომ ჯერ ერთი რასაც ახლა მივიღებთ ამ ყრილობაზე, რაზეც უკვე გითხარით, აი ძალიან ძირეული რეფორმები გავატაროთ, რომ ჩვენ უშუალოდ ჩავრთოთ ჩვენი თითოეული წევრი, ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი წევრი, ვინც აწვეროს გადაიხდის აი ამ პროცესში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხალხი რომ მოისმენს პრეზიდენტ სააკაშვილის აზრს, სხვების აზრს, ჩამოყალიბდება და კენჭისყრა რომ იქნება იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. და რა შანსია რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვამ ვერ გადაწონოს სხვა წევრების აზრი. გამომდინარე პრეზიდენტ სააკაშვილის ავტორიტეტიდან საკმაოდ ნაკლები შანსია, მაგრამ მე ძალიან ასე ვთქვათ, ბევრი გადაწყვეტილება ვიცი ნაციონალური მოძრაობის, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონია ესეთი აზრი, მაგრამ აი ჩვენს ასე ვთქვათ, ლიდერშიპის უმრავლესობას უთქვამს, რომ არა, მოდით ასე კი არა, ასე გავაკეთოთ და პრეზიდენტ სააკაშვილი ზუსტად იმ აზრს პატივსცემს და დათანხმებია. ასე რომ ეგრე არ არის რომ ვიღაცამ სადღაციდან შემოთვალა, ამ შემთხვევაში ვიღაცამ კი არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ყველა გავარდით და მარტო იმას ვაკეთებთ. რამდენიც იგივე თქვენს ეთერებში გვისაუბრია რომ რაღაცაში ვეთანხმებით, რაღაცაში არ ვეთანხმებით, არ გვერიდება ამის ლაპარაკი. და ეხლა რა გასაკვირი არის ეხლა რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ნაციონალურ მოძრაობაში ისეთი წონიანი სიტყვა ჰქონდეს რომ მისი სიტყვა წონიდეს რა არის მაგას აი როგორ უყურებთ აი თინას ეს განცხადება ძალიან გამაკვირა რომ თურმე იმან დააჩქარებია ყრილობის ჩატარება ყრილობის ჩატარება რა ისე ჩვენ არ გვაჩქარებოდა ვანაბი პოლიტიკოსი არ ვიცი ამაში ვის და გულისხმობ არის ყრილობის ჩატარება ჩვენ არ გვევალებოდა ისე და ჩქარა გაგვივიდა 8 ივლისს ხო? ვადა. კი ბატონო, ერთი თემა მინდა ასევე თქვენთან. ბრძოლაში რამდენი ხანი კიდე უნდა გაგრძელდეს ეს სიტუაცია, მით უმეტეს როცა რაც შეეხება ამაზე მინდა გითხრათ, რომ თინა ამ რეფორმას ხარს უჭერს. ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე მე ესე ვიცოდი მაგალითად აი ამ რეფორმას, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი იყოს ჩართული და ფინანსური დამოუკიდებლობა ჰქონდეს, ხო? ბატონო გიორგი, რას ფიქრობთ თქვენ? მე იმედი მაქვს, რომ თუ თინას რაღაცა ასე ვქვა ამ კუთხით ჰქონდა პრეტენზიები,
დარწმუნებული ვარ ის ერთ-ერთ ლიდერის როლს აუცილებლად შეინარჩუნებს, მას ექნება საშუალება რომ ჩაერთოს და გაქვთ ეს მოლოდინი გულწრფელად? მე მინდა მოლოდინი არა მაქვს, მაგრამ მე ჩემს სურვილს ვამბობ. ხო, რაც არ უნდა ჩვენ ერთმანეთს იმიტომ რომ ჩანს რომ რაღაცნაირად მაინც განაწყენებულიც კამათი ნაციონალურ მოძრაობაში თქვენ გაგიკვირდათ? არა, ხო, კამათი სულ არის ჩვენთან კამათი, სულ. არ არსებობს სერიოზული საკითხი, პირდაპირ გეუბნებით ზუსტად. არ არსებობს სერიოზული საკითხი, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ესე აი ყველანი ერთ ჭკუაზე ვართ, ეგრე არ არის, სულ კამათობთ. ხან არის ორი ბანაკი მოკამათეთა ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, ხან სამი, ხან ოთხი, შეიძლება მეტიც იყოს. აი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ახლა. არჩევნებზე ხუთი კანდიდატი ყავდა, ხო? მარტო ორი ხო არ იყო. აქედან გამომდინარე, სულ არის ეს კამათი, მაგრამ აქედან გამომდინარე იმას კი არნიშნავს, რომ ვინც იკამათა, ან თუნდაც რაღაც არასწორი განცხადება გააკეთა, იმას ხელი უკრათ და ან ის უნდა წავიდეს პარტიიდან, არა, ვისაც გვაქვს სურვილი რომ ვიყოთ ამ ბრძოლაში. ჩვენ ახლა იმაზე ხო არ ვლაპარაკობთ, ვინ რომელი მინისტრის კაბინეტში შევა. ან რომელ მანქანაში ჩარჯდება თბილისში, ან რომელ უფრო მაღალ ხელფასს მიიღებს. არც კაბინეტი გვაქვს, არც მინისტრები ვართ, არც ხელფასები გვაქვს და არაფერი გვაქვს. რაც გვაქვს, გეტყვით ახლა რა გვაქვს. ქვები ჩვენს წინააღმდეგ ნასროლი და ტყვიები და მუშტი და უბედურება. აი ეს გვაქვს ჩვენ. მთელი ამ 14 წლის განმავლობაში ნაციონალურ თქვენ როგორ უყურებთ? კი ბატონ, კითხვას. ამიტომ ამ ბრძოლაში ვინც იქნება ჩვენთან ერთად ყველა ანუ ჩვენ ის გვინდა რომ ახლები მოვიდნენ აი ნანუკაზები ბატონო ბოგუჩავაც ამბობს რომ მე ამ პლატფორმის გარეშე ვერ წარმომიდგენია ბრძოლა თუმცა რაღაცნაირად ისეთი განცდაა რომ ის ფიქრობს როგორ გააგრძელოს პოზიცია გადაწყვეტს თინა რა თქმა უნდა მაგრამ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ მინდა რომ მოვასწრო კარგი ადამიანიც იყოს რაც არ უნდა როგორ ხედავთ განცხადებას რომელიც გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რომ თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც რაც მე არ ვიქნები შესაბამისად თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი და ხედავს რომ აი ამ ქართულ პოლიტიკურ ველზე უფრო აქტიურად უნდა შემოვიდეს სააკაშვილი ისე რომ მისი პრემიერობის კანდიდატიც დააყენოს. ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებიდან ციტატა წაგიკითხეთ. ჩვენ აქამდე რას ვაკეთებდი? ჩვენ ვხედავთ მაგას. ან პირველად გაიგეთ მიხეილ სააკაშვილის აი თქვენ როგორ ჟურნალისტი და მოქალაქე ხართ. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ გაიგიათ პრეზიდენტ სააკაშვილის რომ ჩვენ სურვილი გაქვს რომ იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წინა არჩევნებზე არ გაიგიათ? ამიტომ რამე ახალია ეგა? როცა ის ამბობს რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე გააქტიურება არის მიხეილ სააკაშვილი. აბა აქამდე სად იყო ქართულ? აი უკრაინასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟორჟოლიანი რომ სააკაშვილის განცხადებები უპირველესად უკრაინის დაყენებაზე. ძალიან კარგია რომ ეს მე ესეთ ფორმულირებას ვიყო. ძალიან კარგია რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, გარდა იმ კარგი საქმეების, რასაც აკეთებს. მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის. მიხეილ სააკაშვილი არის ქართულ პოლიტიკაში ჩართული, ისე იყო ჩართული, როგორც მას ამ ჯანმრთელობა აძლევდა საშუალებას, ახლა სულ უფრო და უფრო უკეთესად არის და ბუნებრივია, უფრო და უფრო მეტად აქტიურად არის ჩართული და რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის იდეას, ეს ახალი არ არის, ეს 2 წლის წინ თქვი ჩვენ. წინა არჩევნებზე ხო გაქვს გაგებული ახლა. ისევ სააკაშვილის მხრიდან ელოდება ალბათ ამის ღიად დაფიქსირებას. რომ მე ვიქნები პრემიერის კანდიდატი. პრეზიდენტ სააკაშვილის გადასაწყვეტია ეგ ამბავი, თორე იდეა ეგ ახალი არ არის თქვა, ამის თქმა მინდა. და ბუნებრივია, ანუ სხვამაც რო არის ეჭვიანოს რაღაცა ქილიკი დაიწყეს, რაღაცა აი მე გამოვალ ნენსონ მანდელასავი და რაღაცა ხელისუფლებაში მოხდა. იმის და მიხედვით ვირამდე ხმას მიიღებს ნორმალურ არჩევნებში, არა რუსულ სპეცოპერაციაში. შესაბამისად და ბუნებრივია ხა ნაციონალურ მოძრაობა თავისი 100,000-ობით ხარდამჭერებით რომ ძალიან მნიშვნელოვან თუ არა გადამწყვეტ როლს შეასრულებს მომავალი მთავრობის ფუნქციონირებაში, პატრიოტული მთავრობის ფუნქციონირებაში, როცა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას გაუშვებ ჭიდობიანად ხელისუფლებიდან, ხო, რო შეასრულებს, ხო, 2-4-4-ია და მისი ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილი, ყველა პოლიტიკური პატიმარი ხო გათავისუფლდება. ხო გათავისუფლდება, აბა ის პატრიოტული ხელისუფლება ისევ ჩატოვებს ამათ ციხეში, ყველანი გათავისუფლებიან, ბუნებრივია და აბა ცხადია პრეზიდენტ სააკაშვილის იქნება ამ პროცესის ნაწილი. და იმის და მიხედვით რამდენ ხმებს მიიღებს ნაციონალურ მოძრაობა თუ კი ისევ მოხდა ისევ რომ ცალ-ცალკე გავიდნენ პარტიები, თუმცა ახლა უბრალოდ რეტროსპექტიულად ვიტყვი. დიახ. მაგრამ საყვედურს ვეტყვი ჩვენს კოლეგებს. მაშინ რო გვეუბნებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი კოლეგებს მიმართავ, რომ გავერთიანდეთ და ერთიანობით უფრო ადვილად დავამარცხებთ, ხო აღმოჩნდა მართალი. ხო აღმოჩნდა მართალი რომ სინერგიის მომტანი იქნებოდა ერთად რო ყოფილიყავით ყველანი და ერთმანეთის კონკურენტები კი არ ყოფილიყავით
არ გქონდა ამის ფუფუნება. არამედ ამ რეჟიმთან მიმართებაში რომ უნდა დავამარცხოთ, უნდა იყოს შავი და თეთრი. შავი არის ეს მოღალატეთა ბანდა თავისი კრიმინალებით, თავისი ტიტუშკებით, თავისი საქართველოს გამძარცვავი აი ამ რამოდენიმე ასეული რაღაცა მისი კორუმპირებული კორუფციის სისტემის ასე ვთქვათ ნაწილი ასე ვთქვათ რაღაცა ეგრეთ წოდებული ბიზნესმენებით, თავისი ბანდი, თავისი ქურდული სამყაროთი და აქეთ დანარჩენი მთელი საქართველო 90%. კი ბატონო, თქვენ ალბათ ამ კოლეგებში შესაბამისად ეს არ მოხდა მაშინ, ხო? აქედან გამომდინარე არის ეს საუბარი. კი ბატონო, თუ კი ალიანსს გულისხმობთ, შეიძლება ალიანსს ასევე ჰქონდეს პასუხი, რომ არა მარტო ამერთიანობაში ბზარები არა მარტო ალიანსს, ვინც არ გაწევრიანდა 4 ძირითადი პარტიიდან, ხო, 4 ძირითად პარტიას გულისხმობ. კი ბატონო. ხო და ამ 4 ძირითადი პარტიიდან 2 პარტია არ არის ალიანსში. კარგი, ბოლოს მინდა გკითხოთ, აი ამ მართველ ორგანოს, რომელსაც ახლა ჩამოაყალიბებს ყრილობა, ეყოლება თავმჯდომარე მართველი ორგანო დროებითი საბჭო. კი ბატონო, ჩამოყალიბდებით ალბათ სახელზე. ეყოლება თავმჯდომარეობის მოვალეობის შესრულებელი თუ ბოკუჩავა იქნება თუ როგორ? არა. არჩევნებამდე მაგია გიხსენით. არჩევნებამდე რა ხდება? მოვალეობას ფინანსურდება. არ იქნება არავინ ესე პიროვნულად არავინ არ იქნება. იქნება კოლექტიური თავმჯდომარე, კოლექტიური გენერალური მდივანი, კოლექტიური სამდივნო, აი ამ ერთ სტრუქტურაში იქნება, ასე ვთქვათ, განივთებული. გამიგეთ? ფორმალურად ხელის მოსაწერად იქნება ვიღაცა, ვისაც შეიძლება ყრილობაც აერჩევს. მაგრამ ის არ იქნება იმ უფლებამოსილებების უпроსტად იმ ფუნქციის, იმ პოლიტიკური ფუნქციის მატარებელი, როგორც ახლა არის მაგალითად თინა, როგორც ამ წუთას მოვალეობის შემსრულებელი. ანუ სისტემას ვცვლით და ამის იქით ბევრად უფრო ფუნდამენტურ სისტემას ვცვლით. ჩვენ უბრალოდ თანამდებობებს კი არ ასე ვთქვათ, თანამდებობებზე ადამიანებს კი არ ვცვლით, სისტემას ვცვლით ფუნდამენტურად. შემოგვყავს გადაწყვეტილებების მიმღებად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი ნამდვილი წევრები, ბევრი წევრი. 10-ობით 1000 და შეიძლება 100-ობით 1000. ნახოთ, რამდენი დაგროვდება, ანუ იმიტომ რომ ეს მიბმული იქნება საწევროს გადახდაზე ყოველდღიურად. და მეორე კიდე ფუნდამენტური რეფორმა ფინანსური დამოუკიდებლობა. და დამეთანხმებით ახლა თქვენ შეიძლება ფინანსურ საკითხებში არ ხართ, ასე ვთქვათ, ესე დაკავებული, მაგრამ მაგას ნამდვილად კარგად ხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს და ამას ყველა ხვდება, ხო? მადლობა გიორგი ბარამიძეს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვისარგებლებ შემთხვევით, კიდევ ერთხელ მივესალმო ყველა პოლიტიკურ პატიმარს, პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით და მათ მალე გათავისუფლება უსურვო და იმ ფერხულში ჩართვა უსურვო, რასაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს, ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გაგრძელება ქვია. და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო მალე მოხდება ეს ამბავი, ვიდრე მოღალატე ივანიშვილს გონია.